თვითონ მოქალაქენო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მალაფერიძე მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდი. დილის მინისტრი ნინო მეუნარგია, დღეს მარტო მინისტრი დათო შეხვედრაზეა. მოკლედ, რაც შეეხება სტუმარს, მე უკვე არაერთხელ დავაანონსე. ევროკავშირის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ეგიდით შსს აკადემიაში 3 და 4 მაისს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიგრაციის მომავალი, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები იმართება. კონფერენციაში მონაწილეობას 17 ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრის, აკადემიის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი იღებს. დღეს ჩემი სტუმარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გევი მექანაძე. მოგესალმებით ბატონო გევი, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. ვიცი რომ ძალიან ესეთ გრაფიკში ხართ დაკავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გვესტუმრეთ, ამისთვის მადლობა. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 82 292 11 99. სტუმარი საინტერესო თემა საინტერესო, ასე რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დილამშვიდობის, დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ამ ღონისძიების თაობაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, რამე თუ ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა არა მარტო კონკრეტულად აკადემიის, ან თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხით, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, როდესაც საქართველო ესე აქტიურად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ კუთხით ყველა სფეროში უფრო მეტი სიახლოვე ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან და იმის აღიარება, რომ საქართველო არის ღირსეული და სანდო პარტნიორი, ალბათ მნიშვნელოვანი არის ქვეყნის სახელისთვის, იმიჯისთვის და იმ საინტეგრაციო პროცესისთვის, რასაც საქართველო ადგას. კარგით, უპირიანი იქნება უპირველეს ყოვლისა საუბარი დავიწყოთ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის შესახებ. მსმენელს მივაწოდოთ ინფორმაცია, ზოგადად როდის დაფუძნა, რამდენი წევრი ყავს? კი ბატონო, 96 წელს დაფუძნდა ეს ორგანიზაცია. დღეს მდგომარეობით ის საკმაოდ გაფართოვდა, 42 ქვეყანა, 51 წევრი პოლიციის აკადემიით არის წარმოდგენილი ამ უწყებაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში და იგი ფართოვდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი უშუალო ლობირებითა და ინიციატივით წელს თბილისის კონფერენციაზე კიდევ ერთი ახალი წევრის არჩევნები იგეგმება, კერძოდ სომხეთის პოლიციის აკადემია, რომელიც აქამდე არ ყოფილა წევრი, ჩვენი ესე ვთქვათ მხარდაჭერით გაწევრიანდება, იმედი გვაქვს ამ ორგანიზაციაში, ასევე ჩვენი მხარდაჭერით იქნება წარდგენილი უკრაინის 2 აკადემია, ხარკოვისა და ლვოვის, რომელთა წარმომადგენლებიც გააკეთებენ პრეზენტაციებს თავისი უწყებების თაობაზე და სავარაუდოდ ეს დაუდებს საფუძველს, რომ შემდგომ შეხვედრაზე, ასოციაციის შეხვედრაზე უკვე მოხდეს მათი სრულუფლებიან წევრებად გაწევრიანება. დიახ, რომელი წლიდან გახდა შსს აკადემია ორგანიზაციის წევრი დავაკონკრეტოთ? შსს აკადემია 10 წელია უკვე არის ამ ორგანიზაციის წევრი და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელიწადია ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ორგანიზაციის საქმიანობაში, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასე ვთქვათ თავისი როლი და ის წინსვლა, რაც აკადემიაში არსებობს, წარმოაჩინოს ევროპულ არენაზე და ამის საფუძველზე ხდება არა მხოლოდ ამ ფორმატში, არამედ უშუალოდ ორმხრივი თანამშრომლობის წარმოება ასოციაციის წევრ აკადემიებთან. დიახ, 3 და 4 მაისს იგეგმება კონფერენციის მიზანზე მინდა ისაუბროთ. ეს კონფერენცია უშუალოდ ეხება ისეთი რთული გამოწვევის საკითხს, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას, ეს არის მიგრაციის თემები და მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ პრობლემური და ამავდროულად კომპლექსური საკითხი. ეს თემა შეირჩა წინასწარი კონსულტაციით ასოციაციის წევრებთან და სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროების როლი მიგრაციის საკითხებში ეს იქნება წამოწეული, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების სასწავლო პროცესი, რომლებიც ამ პროცესებს უძღვებიან მიგრაციასთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, გამორჩეული იმით, რომ სულ რამოდენიმე თვეა, რაც უკვე ჩვენ უვიზო მიმოსვლით სარგებლობთ შენგენის ზონაში, ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებთან და რამოდენიმე აპლიკანტ ქვეყანასთან.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალი ასე ვთქვათ ფორმაციის პირობებში საქართველოს როლზე და მინდა გითხრათ ვისარგებლო შემთხვევით რომ სახელმწიფო უწყებებმა ყველამ თავისი მნიშვნელოვანი როლი გაიღო იმისთვის რომ ამ პროცესის დაჩქარება და განხორციელება რეალობაში მომხდარიყო საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უშუალოდ მინისტრმა არაერთი ძალიან ასე ვთქვათ ფასეული ვიზიტი და ძალიან სასიცოცხლო ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრებთან ურთიერთობით ასე ვთქვათ განიხილეს და შეთანხმდნენ იმ თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე, რამაც სხვადასხვა ასე ვთქვათ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა მოგცა ამ ვიზა ფასილიტაციის ასე ვთქვათ უვიზო მიმოსვლის საკითხის საბოლოო დადებითად გადაწყვეტაში. დიახ, კონფერენციას ეიპის პრეზიდენტი ნობელ ლაიტნერი გაუძღვება, თუ შეიძლება გვესაუბრეთ მათ. ბატონი ლაიტნერი გახლავთ მოქმედი რექტორი ავსტრიის პოლიციის აკადემიის ის ერთი წელიწადია რაც ასრულებს ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას აქვე გასმით აღნიშნავ რომ ავსტრიის პოლიციის აკადემიასთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აქვს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენ როგორც ასოციაციის ფორმატში ასევე პირდაპირ უშუალოდ მათთან ასე ვთქვათ თანამშრომლობა გვაკავშირებს ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ავსტრიის პოლიციის ატაშე რომელიც საქართველოში საქმიანობს ისევე როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშე ავსტრიაში და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს რომ ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და შევეცადოთ რომ ერთმანეთს ღირებული ასე ვთქვათ არა მარტო ინფორმაცია არამედ ადამიანური რესურსების კუთხით ხარდაჭერა გაუზიაროთ. უშუალოდ ბატონი ნორბერტი პირველად არ ჩამობრძანდება საქართველოში ის ადრეც არის ნამყოფი და როდესაც წყდებოდა საკითხი სად ჩატარებულიყო ეს წლიური კონფერენცია მისი მხრიდანაც ძალიან ხარდაჭერილი იყო ეს საკითხი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოში განხორციელებულიყო ეს ღონისძიება. კი ბატონო, კონფერენციის მიზანია გააძლიეროს შსს საერთაშორისო თანამშრომლობა საპოლიციო სწავლების მიმართულებით და საინტერესოა უცხოური პრაქტიკა როგორია ვისაუბროთ ამაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი აკადემიისთვის ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება განსაკუთრებით იმ ფორმატების რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავს საქართველოს აახლოვებს ევროპასთან და მის ინტეგრირებას იმ სტანდარტებთან, იმ ღირებულებებთან, ესე ვთქვათ, კიდევ უფრო რეალურს ხდის. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია თავისი განვითარებით და თავისი, ესე ვთქვათ, არსებული რეალობებით, როგორც პირველ რიგში ადამიანური რესურსებით და იმ კვალიფიციური კადრებით, რომლებიც აკადემიაში მოღვაწეობენ, ასევე ინფრასტრუქტურით, რომელიც აკადემიაში გვაქვს, არ ჩამოუვარდება ევროპულ ანალოგებს. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ისეთი ამბიციური გეგმებიც გვაქვს, რომ რეგიონში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერის როლი ვითაოთ და ამ მხრივ მოლაპარაკებებიც დაწყებული გვაქვს და გვაქვს კონკრეტული პერსპექტივები, რაზეც ალბათ საომავლო გეგმებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. აუცილებლად და კონფერენციაში რამდენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, უშუალოდ ამაზე ვისაუბროთ და ჩამოვთვალოთ თუ შეიძლება ქვეყნები. სულ 18 ქვეყანა გვესტუმრება. 18 ქვეყნის 20 აკადემიის 40 წარმომადგენელი. ძირითადად ეს არიან პოლიციის აკადემიის რექტორები, პრორექტორები, სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ამ 18 ქვეყნიდან 12 არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მათ შორის ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბალტიის ქვეყნები, უნგრეთი, ჩეხეთი, არის რუმინეთი, ბულგარეთი, ასევე გვესტუმრებიან ჩვენი პარტნიორები თურქეთიდან, ნორვეგიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ჩვენი სტუმრები იქნებიან აზერბაიჯანის, სასომხეთის, ბელარუსის, უკრაინიდან 3 აკადემიის წარმომადგენლები ჩამოდიან კიევის, ლვოვისა და ხარკოვის. ძალიან მასშტაბური კონფერენცია. მინდა გითხრათ, რომ ალბათ უპრეცედენტოდ მასშტაბური კონფერენცია და ყოველწლიურად იმართება ერთი ესეთი კონფერენცია, რომელიმე წევრი ქვეყნის აკადემიაში წელს წილად ხვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოფილიყო ეს ჩატარებული. ეს შემთხვევითობა არ არის, ალბათ აქაც გამოიხატება ის ნდობა
და ის პარტნიორული დამოკიდებულება, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიური მოღვაწეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მოიპოვა ამ ასოციაციის ფარგლებში და მიიღო შესაძლებლობა, რომ ემასპინძლა ასეთი მასშტაბური ღონისძიების. EBC-ის მიზნებია ევროპაში საპოლიციო სწავლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების ეფექტური გამოყენება, კვლევის შედეგების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება და თუ შეიძლება ჩავშალოთ ეს თემები. სულაც კარგად გავუხსნათ და განვარტყათ. კი ბატონო, მაქსიმალურად შევეცდები, საკმაოდ ფართე სპექტრი არის ის საკითხების, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. მოკლედ მივაწოდოთ ინფორმაცია. მაგალითისთვის გეტყვით, ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვსტუმრობთ ესტონეთის აკადემიის რექტორს, რომელთან ერთადაც ჩვენ ხვალ გავაფორმებთ ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს. ესტონეთი ძალიან წინ წავიდა დისტანციური სწავლების კუთხით. ჩვენთან და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში პირველად საქართველოში დაინერგა დისტანციური სწავლება სულ რაღაც რამოდენიმე თვეა 2016 წლის 2 დეკემბერს დავიწყეთ დისტანციურად პოლიციელების გადამზადება. შესაბამისად, ესტონეთის გამოცდილება და პრაქტიკა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ამ კუთხით თანამშრომლობა არის ესტონეთის პარტნიორებთან, მათი მხრიდან არის მზაობა სრულ მხარდაჭერაზე იმისთვის, რომ ამ ფორმატში მოხდეს ჩვენთვის არა მხოლოდ გამოცდილების, არამედ გარკვეული რესურსების გაზიარებაც. კვლევითი საქმიანობა მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან რეორგანიზაციის საფუძველზე ჩვენ შევქმნით კვლევისა და ანალიზის განყოფილება, რომლის მიზანი არის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კვლევითი საქმიანობის წარმოება, მაგისტრატურის სტუდენტების ჩართვა ამ პროცესებში და კვლევის შედეგების გაზიარება, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვადასხვა უწყებებისათვის, ასევე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, იგივე საკანონმდებლო კუთხით, იგივე პრაქტიკის დახვეწით. ამ მხრივ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ინტენსიური მონაწილეობა EBC-ის ფარგლებში და სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად ქვეყნებს შორის რაღაც თემებზე, რომელზეც შევთანხმდებით, ესე ვთქვათ, კვლევით საქმიანობა განვახორციელოთ. კარგით, მე სტუმართან ერთად რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდოთ. გალბატონებო და ბატონებო, რიგითო მოქალაქენო და არა მარტო, მოგესალმებათ დილის სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე. მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვერთით, მე სტუმართან ერთად დაგიბრუნდით. ჩემი სტუმარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, ევროკავშირის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ეგიდით შსს აკადემიაში 3 და 4 მაისს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიგრაციის მომავალი, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები იმართება. ჩვენ უკვე სტუმართან ერთად გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ კონფერენციის შესახებ. მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრის, აკადემიის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფერენციის შემდეგ მმართველის საბჭოს ხდომა გაიმართება. ბატონ გივი, თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. მადლობთ ამ შეკითხვისთვის. მმართველის საბჭოს ხდომა წელიწადში რამდენჯერმე იმართება, მაგრამ განსაკუთრებულია ეს მმართველის საბჭოს ხდომა და გამორჩეული იმით, რომ მასზე მოხდება ახალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის, ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ გამგეობაში მუდმივ მოქმედ წევრად ერთ ვაკანტურ ადგილზე ასევე ხდება არჩევნების ჩატარება და რაც სასიამოვნოა, ჩვენი ლობირებით რამოდენიმე აკადემიის გაწევრიანების საკითხი იხილება. ამიტომ ეს მმართველის საბჭო კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, თავის მეტ დატვირთვას იძენს და მნიშვნელოვანია თავისი ფორმატით, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ, ასე ვთქვათ, საინტერესო შედეგებს ველოდებით აი მმართველის საბჭოს ხდომის შემდეგ. კარგით, მინდა მიმდინარე პროექტებზე ისაუბროთ.
მიმდინარე პროექტები აკადემიაში გეტყვით რომ არის საკმაოდ ასე ვთქვათ მრავალმხრივი. ერთ-ერთ მათგანზე გეტყვით რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ დავიწყეთ ერთი პროექტის განხორციელება, რომელიც ასე ვთქვათ უკვე მიმდინარე არის და მას ქვია შეისწავლე ისტორია გახდი მკვლევარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი და არქივი თავისი მასალებით გახდა საჯარო საზოგადოებისთვის. შესაბამისად მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გაშლის კუთხით და ასევე საარქივო მასალების პოპულარიზაციის და არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე ჩვენი უახლესი ისტორიის მე-20 საუკუნის რეალობების სწორად აღქმა, იმ ჭეშმარიტების დანახვა, რაც ხდებოდა მე-20 საუკუნეში და არა იმ დამახინჯებული სახით, რასაც ჩემი თაობის დროს განსაკუთრებით ვსწავლობდით ისტორიის საგანში. ამ კუთხით ჩვენ ჩართული გვაქვს განათლების სამინისტროსთან ერთად გვაქვს ჩართული 5 სკოლა თბილისის, ასევე 3 უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტები. ისინი 5 გუნდად არიან დაყოფილი, თითოეულ გუნდს ისტორიის მასწავლებელი ხელმძღვანელობს კონკრეტული სკოლიდან. სკოლის მოსწავლეებთან და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად ისინი ამუშავებენ გარკვეულ თემებს, რომელიც ეხება მაგალითად საქართველოს გასაბჭოებას 1921 წელს, როგორ ხდებოდა ეს აგრესია, ასევე ისეთი თემებს, რაც დაკავშირებული არის ოპერატიული საქმიანობის საფუძვლებთან საქართველოს, ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნის რეალობებში და ასე შემდეგ. ამ კვლევის შედეგებს ჩვენ სექტემბერში წარმოგვიდგენენ ეს გუნდები, მოხდება მათი შეფასება, გამარჯვებულის გამოვლენა და გამარჯვებული ნაშრომის საარქივო მოამბეში ორენოვან ჟურნალში დაბეჭდვა. ეს თემა, ასე ვთქვათ, მინდა გითხრათ, რომ კიდევ გავრცელებას პოვებს და უკვე რეგიონებზე გადავალთ შემდგომში. მეორე პროექტი, რომელს პილოტირებასაც ჩვენ დავიწყებთ სულ რაღაც 2 კვირაში, ეს არის ერთი დღე აკადემიაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განათლების სამინისტროსთან ძალიან ახლო თანამშრომლობით აკეთებს. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მოვლენ ჩვენთან აკადემიაში დილიდან საღამომდე და ისინი არა მარტო დაათვალიერებენ, არამედ გარკვეულ ასე ვთქვათ, შემეცნებით აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი იქნებიან გუნდებად დაყოფილი, გაივლიან გადამზადებას ისეთი უნარების შეძენაში, როგორიც არის პირველადი სამედიცინო დახმარება, ტაქტიკური ორთაბრძოლისას თავდაცვის უნარები, ტირშის როლა, ვირტუალურ ტირზე მაქვს საუბარი, დოკუმენტების სიყალბის გამოვლენა და სხვადასხვა აპარატურით მუშაობა, საარქივო მასალების გაცნობა, ასევე დაქტილოსკოპიური, ასე ვთქვათ, აქტივობის ჩატარება იმისთვის, რომ თითის ანაბეჭდები ამოიღონ და დაამუშაონ. შესაბამისად მოხდება მათი შეჯერება, ქულების დაწერა და გამარჯვებულის გამოვლენა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სულ რაღაც 1 კვირაა დაუწყეთ, ეს არის აკადემიის ისტორიაში პირველად გვინდა რომ გამოვცეთ სამართლის ჟურნალი, რომელსაც ქვია პოლიცია და უსაფრთხოება. ეს იქნება ორენოვანი ჟურნალი, ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ კონკურსი და პირველად, ასე ვთქვათ, წარდგენებს იმის შესახებ თუ რა სტატია იქნება და მოკლე ანოტაციას 2 ივნისამდე ველით. ჩვენ ახალ ვებგვერდზე, რომელიც წინა კვირას ჩაუშვით, გვაქვს სპეციალური გვერდი გამოყოფილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს, დაინტერესდეს, რა პირობები არის საჭირო იმისთვის, რომ მათ სტატია წარმოადგინონ, მაგრამ ეს არის ვიწრო პროფილის მიმართულების ჟურნალი, რომელიც ჩვენ ფუნქციებს ეხება. მინდა გითხრათ, რომ აკადემიაში სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ სხვადასხვა კონკრეტულ აქტივობებს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ეს არის როგორც სხვადასხვა ტრენინგები, ეს არის როგორც კონკრეტული აქტივობების განხორციელება აკადემიის, როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების, ასევე მეთოდოლოგიური დახვეწის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამშრომლობა, როგორც საერთაშორისოზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ პოლიციის აკადემიებთან გვაქვს და გეტყვით, რომ 26 აკადემიასთან თანამშრომლობთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. ასევე ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური პოლიტიკა ადგილობრივი საქართველოში მოქმედი უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის კუთხით. ამ მხრივ როგორ მიმდინარეობს ეს თანამშრომლობა? ძალიან აქტიურ ფაზაში არის. ჩვენ სულ რაღაც თვენახევრის უკან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დავდეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევთანხმდით, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს
წამოვიყვანდით ჩვენთან გარკვეულ სტაჟირებაზე. მინდა გითხრათ, რომ გასულ კვირას ჩვენ განვახორციელეთ ეს სტაჟირება. ერთი კვირა სტუდენტები ჩვენთან საერთო საცხოვრებელში აკადემიაში ცხოვრობდნენ. ისინი დილის პროგრამით გადიოდნენ სხვადასხვა გადამზადებებს, ტაქტიკურის კუთხით, საზღვრის კვეთის კუთხით, კრიმინალისტიკის კუთხით, ხოლო დღის მეორე ნახევარში მათ ჰქონდათ სხვადასხვა უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროსი ვიზიტები, როგორიცაა 112, როგორიცაა ექსპერტიზის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ბიურო, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი და სხვა უწყებებში, რითიც მათ არა მარტო ცოდნა მიიღეს და უნარები განვითარდეს, არამედ პრაქტიკაში ნახეს ეს როგორ ვითარდება. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წინა კვირას განვახორციელებთ და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დავიწყეთ აკადემიაში და აუცილებლად გავაგრძელებთ. ტრენინგები ჟურნალისტებისთვის. ჩვენ 14 ჟურნალისტი გვყავდა მოწვეული აკადემიაში, რომლებმაც 5 დღის განმავლობაში გაიარეს გადამზადებები, მათ მივეცით საშუალება, რომ პირველ რიგში გაცნობოდნენ იმ პროფესიონალ ინსტრუქტორებს, ვინც მუშაობენ ჩვენი მომავალი პოლიციელების და მოქმედი პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ენახათ ის ინფრასტრუქტურა და ის რეალობა, რაშიც ხდება ეს გადამზადება და თვითონ მიეღოთ ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით სხვადასხვა უნარები განევითარებინა. და რაც მთავარია, თვითონ ეგრძნოთ თავისი თავი იმ პოლიციელების ადგილზე, რომლებიც გადამზადებას გადიან და შეეფასებინათ, რამდენად რთულია და ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანი დასაფასებელი და საპასუხისმგებლოა ის თანამდებობა, ის პოზიცია, რასაც პოლიციელობა ქვია, რაც დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებების დაცვასთან, მათი ინტერესების დაცვასთან და საზოგადოებრივ ინტერესის და წესრიგის დაცვასთან. კი ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება და ზოგადად მაინტერესებს, რამდენად გაიზარდა ინტერესი ჟსს აკადემიის მიმართ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საკმაოდ გაზრდილია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ ახალგაზრდებთან შეხვედრები გქონდეს გასვლითი რეგიონებში, არა იმდენად დიდ ქალაქებში, რამდენადაც მუნიციპალიტეტებში. გეტყვით, რომ განათლების სამინისტროს ხელშეწყობით ერთი თვის განმავლობაში 3 გუნდად დაყოფილი ჩვენი აკადემიის წარმომადგენლები, არქივის წარმომადგენლებთან ერთად დავდიოდით სხვადასხვა სკოლებში. ეს იყო აჭარის, გურის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის საჯარო სკოლებში ხვდებოდით ახალგაზრდებს, მათ ვაცნობდით იმ პერსპექტივებს, იმ რეალობებს, რაც აკადემიაში არსებობს, ვთავაზობდით, რომ მათ განაგრძონ თავიანთი სასწავლო, ასე ვთქვათ, სწავლა და შემდგომ კარიერაზე იფიქრონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ორგანოებში, მაგრამ ერთ პირობას ყოველთვის ხაზს უსვავდით, რომ გადამზადების შემდეგ და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ ისინი თავისი ცოდნით და უნარებით აუცილებლად თავის მშობლიურ მხარეში უნდა დაბრუნებულიყვნენ და იქ განეგრძოთ თავიანთი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა და იმ ცოდნის და იმ, ასე ვთქვათ, საკუთარი რესურსის ინვესტირება თავისი მხარის საკეთილდღეოდ, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, სადაც ისწავლეს. გეტყვით, რომ ერთ-ერთ პერსპექტივად ჩვენ ისიც დაუსახეთ, რომ ეხლა აქტიურ ფაზაში შედის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. მაგალითად, ამ თვის ბოლოს, მაისის ბოლოს პირველ ჯგუფს უშვებთ გერმანიაში, ჩვენ პარტნიორ აკადემიაში, სადაც პროფესორ მასწავლებლებთან ერთად წარჩინებული სტუდენტები, ასე ვთქვათ, მიიღებენ მონაწილეობას ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში და ჩვენ გერმანელ სტუდენტებს ველოდებით ჩვენთან. ეს გაცვლითი პროგრამა მთლიანად აკადემიის და მისი პარტნიორი აკადემიის მიერ ფინანსდება. ამიტომ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ ნახონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში როგორ მიმდინარეობს სწავლა, მიიღონ ამაში მონაწილეობა და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. რაც შეეხება აკადემიის სტუდენტებს რეგიონებიდან, აკადემია უზრუნველყოფს მათ საცხოვრეს. მაგისტრატურის სტუდენტებს უფასოდ უზრუნველყოფს. ბაკალავრიატზე სამწუხაროდ არ აქვს შესაძლებლობა აკადემიას, რომ ამდენი სტუდენტის მოთხოვნა უზრუნველყოს. მით უმეტეს, რომ ჩვენთან პროფესიული მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველდღიურ აქტიურ ფაზაშია და ათობით და ზოგჯერ ასეულობით პოლიციელი რეგიონებიდან სტუმრობს აკადემიას. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გვაქვს როგორც უფასო სწავლა, ასევე გვაქვს უფასო
უფასო კვება, უფასო საცხოვრებელი, ფორმით უზრუნველყოფა და უფასოდ იმ სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფა, რაც მათ უნდა შეუწყოს ხელი სასწავლო პროცესში. და ჩვენ ეთერში შემოსვლამდე ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე და მე აღნიშნე, რომ ძალიან მომწონს, როდესაც ქალბატონი ფორმაშია, ძალიან კარგად გამოიყურება და აქედან გამომდინარე მინდა შეგიკითხოთ, რამდენად გაიზარდა ქალბატონების ინტერესი აკადემიის მიმართ? გეტყვით, რომ ჩვენი სტუდენტების 40% ახალგაზრდა მანდილოსნები არიან, რაც ძალიან მახარებს. გენდერული ბალანსი დაცული. ფაქტიურად დაცული არის, კი ბატონო, მე შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო მსმენელთა შორის, არამედ აკადემიის თანამშრომლებს შორის და იმ უფრო მეტსაც გეტყვით, რომ აკადემიის ხელმძღვანელობაში 12 წამყვან პოზიციაზე მანდილოსნები არიან, რითიც უსურვოთ წარმატებები მათ. შეგვიძლია კონკურენცია გაუწიოთ გენდერული ბალანსის კუთხით სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. კარგით, ბატონ გივი, ძალიან დიდი მადლობა და მოკლედ კიდე სამომავლო გეგმების შესახებ და უკვე დრო. ერთ მნიშვნელოვან გეგმაზე ვისაუბრებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით იყო, ასე ვთქვათ, ინიცირებული და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს ამ თემის განვითარება. გეტყვით, რომ ჩვენი აკადემია უნდა გადაკეთდეს რეგიონალური სტატუსის მქონე აკადემიად, რასაც გვაძლევს ის საფუძველი, რაც აკადემიაში არსებობს, დაგროვილი გამოცდილება, ინფრასტრუქტურა, რაზეც ვისაუბრე უკვე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩვენი აკადემია გამოირჩევა, იმით რომ ასე ვთქვათ, საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს აკადემიის წარმატებების თაობაზე და სწორედ ამის საფუძველზე მინისტრის ინიციატივით და ამერიკელების მხარდაჭერით ვიწყებთ პროექტს, რომლის საფუძველზეც რეგიონალურ აკადემიაში ჩვენთან უნდა ჩამოვიდნენ გადასამზადებლად საშუალო რგოლის პოლიციის მენეჯერები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სასომხეთიდან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნებიდან და ჩვენ ქართველ პოლიციელებთან ერთად უნდა მოხდეს ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ერთობლივი, ასე ვთქვათ, ძალისხმევით გადამზადება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბრძოლა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. აქ შეგვიძლია ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ავიღოთ კიბერდანაშაული, რომელიც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან განვრცობადი დანაშაულია და აქ თუ არ იქნა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, კონკრეტული ქვეყნისთვის ძალიან რთული არის თავი გაართვას. ამ კუთხით სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტირება გაანახორციელა, რომლის საფუძველზეც აკადემია უახლოეს კვირებში იწყებს საერთო საცხოვრებლის სამვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროდ გადაკეთებას, რაც გვაძლევს საშუალებას იმისთვის, რომ მივიღოთ ნებისმიერი დონის დელეგაცია აკადემიის ფარგლებში და ეს სასტუმრო 100-დან 120 ადამიანამდე იქნება გათვლილი. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. ჩემი სტუმარი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ეგიდით შსს აკადემიაში 3 და 4 მაისს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიგრაციის მომავალი, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აგირების გზები იმართება. ახლა კი გადაცემის დასასრულს ამ კვირის აქტიური ვაკანსიები და მე ახლა გაგაცნობთ ვაკანსიებს. შვედური ენის თარჯიმანი, დანიური ენის თარჯიმანი, ნორვეგიული ენის, სომხური ენის, სლოვაკური ენის თარჯიმნები, სერბიული, სლოვენური, ასე რომ შეგიძლიათ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად დასაქმდეთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, მე გისურვებთ წარმატებებს და როგორც ყოველთვის რასაკვირველია შეხვედრის ადგილი უცვლელი რადიო იმედი. შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე 235 78 95 გითხარით თქვენთვის მისაღები ვაკანსია, დაგვიტოვეთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ სამსახური კონკრეტული ვაკანსიების სანახავად, ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებპორტალს იმედი FM და Facebook-ის გვერდს. ამით დღევანდელი ეთერი დასრულდა. მე გისურვებთ წარმატებულ დღეს დროებით. ხვალ რადიო იმედის დილის სამინისტროს კარებს დავით მაღლაფერიძე შემოაღებს. ნახვამდის შეხვედრამდე. Kalbatonebo da batonebo Rigito mokalakeno da aramarto Mogesalmebat dilis saministro Kthout miesalmot dilis ministres Nino